პირველ სუკლია, არა, პირველის 25 წუთია. რუსთაველის გამზირიდან დაუბრუნდი ფრიად კმაყოფილი დაახლოებით არასრული 1 საათის წინ 45 წუთის წინ უფრო. ჩემმა მეგობარმა წამომიყვანა მანქანით და ავტომობილით და მომიყვანა სახლამდე. არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რო დაუბრუნებულიყავი, ახლა სახლში ვიქნებოდი, მაგრამ ალბათ უფრო დაღლილი. მოკლედ ჩემ მეგობარს მადლობა. ამ ჩემ მეგობართან ერთად, დიანასთან ერთად დავასახელებ ხარ რა დასამალი ეს არის. დიანა სუბელიანი არის ჩემი ბავშვობის მეგობარი. 52 წლისა ვარ მე და გადაჭარბების გარეშე 38 წელია მე და დიანა 38 წელია ალბათ 14 წლისები ვიყავით როცა დავმეგობრდით. დიანასთან და არა მხოლოდ დიანასთან ერთად ვიყავი რუსთაველის გამზირზე, იქ ნახე უამრავი ნაცნობი და უამრავზე უამრავი უცნობი, რომლებიც ცნობენ. ამიტომ პოპულარული ალბათ რაღაც გამათთვის პოპულარული და ეკითხებიან ხოლმე, რაც აწუხებთ, რაც საინტერესო. ჩემს მოსაზრებებს უზიარებ ხოლმე. მოკლედ ფრიად კმაყოფილი დაბრუნდი რუსთაველის გამზირიდან, გულახდილად გეტყვით, დატვირთული ემოციებით. არა იმიტომ, რომ ბევრი ხალხი იყო, საბოლოო ჯამში იყო რამდენი 15,000, 17, ჯამში 20. სულ გაქვს მოლოდინი, რომ იქნება 40,000, 50,000, 70,000, 100,000, 150,000. იქნება კიდეც გულახდილად გეტყვით, როცა ამის დრო დადგება, ისევე როგორც ყოფილა 150,000 მოქალაქე გამოსული ქუჩაში. ვიღაცა მეტად გაბრაზდება, ვიღაცას მეტად ეწყინება, ვიღაცას რომელიღაც ეტაპზე, მაგალითად ოქტომბერში ჩათვლის, რომ აი სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს ეს რუსულ-ქართული ხელისუფლება, ქართულ გვარიან რუსთა ხელისუფლება. ასე რომ ამასთან დაკავშირებით, რომ აი ცოტა ხალხი იყო, ან ცოტაზე ნაკლები იყო, მე სულაც არ ვნერვიულობ, ვინც იყო, რამდენიც იყო, იმდენი იყო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინც არ გამოვიდა 9 მილიონი თუ 385,000 კმაყოფილია ან შეეგუა ამ რუსულ-ქართულ ხელისუფლებას, ქართულ გვარიან რუსებს. კვლავ ვიმეორებ, დადგება დრო, როცა გამოვა გაცილებით მეტი და დადგება დრო, როცა გამოვა გაცილებით მეტი და ამ მეტიდან მეტი ფეხსაც არ მოიცვლის რუსთაველის გამზირიდან. სხვათა შორის, ვიდრე ამაზე განვაგრძობდე, სავაგრძელებდე საუბარს, თუ საერთოდ გამახსენდა ეს თემა, გამახსენდება, განა არა. ვიტყვი, რომ ჩემი მოსაზრებით, ქართულ გვარიან რუსთა უმრავლესობა ნილწამხდარი იყო დღეს, უმრავლესობა კი არა, პრაქტიკულად ყველა ამ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსებიდან და ეგრეთ წოდებული ლიდერებიდან. რას ეტყობათ, იცი ეს ყველაფერი? ჯერ ხომ მოჟამული სახეებით იდგნენ, 26 მაისია ხალხნა. დამოუკიდებლობის დღეა. შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა. და შენ კი აი რაღაცა ღიმილი სადღესასწაულო განწყობა სულაც არ აქვს. იზეიმეთ რა. პრობლემაც ის არის, რომ მამათ საზეიმოდ არაფერი საქმე არ აქვს. საზეიმოდ საქმე არ აქვს. მათი პრობლემაა, თორე ჩვენთვის ეს საკვირველია ძალიან კარგია. რა მოხდა, შეიგი წარმოთქვა პრეზიდენტად წოდებულმა სიტყვა ცუდი, ალაგ-ალაგ ისეთი აქცენტები ჰქონდა, რომ მისი დაწერილი რომც იყოს, ხო, ერთი უბედურება, სხვამ თუ დაუწერა, მეორე უბედურება. ზოგი მათგანი ამ ტრიბუნაზე ვინც იყო, ვინც ჩამომწკრივებული იჯდა ამ ტრიბუნასთან, რაღაც რეიბანებში იყო, ну შეიძლება სხვა ბრენდის სათვალეებში, მაგრამ მაინც მზე უჭყუტუნებდათ, ხო? მზე უჭყუტუნებდათ ესე ფორმალური თვალსაზრისით. არც ერთს არ ჰქონდა საზეიმო განწყობა, მეთქი ამის თქმას ვცდილობდა, მე მგონი ვახერხებ კიდეც. მერე პრეზიდენტად წოდებულმა წარმოთქვა სიტყვა, მერე იყო ფიცის დადება, ნუ მძრახავთ ჩვენს ჯარისკაცებს, რომ დადეს ფიცი ქვეყნის წინაშე და არა მაინც ეგრეთ წოდებული მთავარსარდლის წინაშე. ნუ მძრახავთ, იმიტომ რომ ისინი საჭირო მომენტში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამაში მიიღებენ სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. სახელმწიფო კი ხალხის გარეშე არ არის. არ არსებობს. არ შეიძლება 50, 60, 150 კაცი იყოს ჩაკეტილი
და რაღაცა სახელმწიფო ობას თუ სახელმწიფო მმართველობანას თამაშობდეს და ესენი რეალურად ყოველდღიურად იკეტებიან და იკეტებიან, იჭმუხნებიან და იჭმუხნებიან, იჭირხნებიან და იჭირხნებიან. ივანიშვილის ტერმინი გამახსენდა ახლა თორე საბოლოო ჯამში რა ვიცი შეიძლება არც არის ადეკვატური სიტყვა ეს ჭირხნა, მიჭირხნა, გაჭირხნა, შეჭირხნა. ხო, მოკლედ ესენი არიან ჩაკეტილები, იზოლირებულნი არა მხოლოდ დასავლეთის მხრიდან ეს გასაგებია, ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას, არამედ იზოლირებულნი არიან მათივე ქვეყნის საზოგადოების მხრიდან მომხრეებიც კი არ არიან, ეგრეთ წოდებული მომხრეებიც კი ბოლომდე არ უჭერენ მათ ხარს ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და რესურსიც, ადამიანური რესურსი თორე ფინანსური შეიძლება ყოფნით კიდეც, აი ეს ლოჯისტიკური რესურსი რომ ჩამოიყვანონ და რუსთაველის გამზირზე გაიყვანონ, ან თავისუფლების მოედანზე მიიყვანონ, მოქალაქეები არ ანაკლებად აქვთ მეთქი ამის თქმა, მინდა არა განა ვერ მოახერხებენ ამას, მოახერხებენ, მაგრამ მილევადია მათი რესურსი. ლოჯისტიკური რესურსი მეთქი ვიტყვი ასე ადამიანური რესურსი თუ გლევად ასე ვიტყვი რა არის მათი შეჭმუხნულობის დადასტურება და როგორც კი დამთავრდა ეს აღლუმი ხო ფიცი პრეზიდენტად წოდებული სიტყვა და დასასრულ ეპილოგისკენ წავიდა დასასრულისკენ წავიდა და დასრულდა კიდეც ხო შეესიენ მერის ალბათ მიერ დაქირავებული კომპანიის თანამშრომლები და დაიწყეს ალაგება ამ კონსტრუქციებისა, რომელიც გაწყობილი ჰქონდათ. მაგრამ ესენი თვითონ პაპუაშვილი და სხვები, კობახიძე და სხვები მყისიერად ჩასხდნენ საკუთარ სახელმწიფო ავტომობილებში და ბოდიში ასე ვიტყვი მოგაზეს, გაგაზეს, ღმერთმა უწყისად. ალბათ მე ვარაუდებ რომელიმე რესტორანში და იქაც ალბათ ხმადაბლა ან ხმამაღლა წარმოთქვეს სადღეგრძელოები საქართველოს დაობაზე. აი, როდის წარმოთქვამდნენ ისინი სადღეგრძელოებს საქართველოს დაობაზე, საქართველოს შესახებ, საქართველოს თავისუფლების დაობაზე, ის ხო საბოლოო ჯამში ყველაფერი ფარსია ხო. როდესაც ადამიანები ემატებოდნენ, მოქალაქეები მიდიოდნენ, თუნდაც 20,000 კაცი რუსთაველის გამზირზე და რომლებსაც ამ ადამიანებსაც მართლა ჰქონდათ ეს საზეიმო განწყობა. ბევრისთვის სხვაშორის გამაღიზიანებელი რაგვეზე იმება, როცა 50 პოლიტპატიმარი გვყავს, სიამაღლობელი სხვები და სხვები, კიკნაძე, ჭიჭინაძე, სხვები და სხვები, ცეცხლაძე, ნუ კიდევ შეგვიძლია ხო გავიხსენოთ გვარები და ვისაც ვერ გავიხსენებთ, ჩავხედოთ საბოლოო ჯამში. ხო, არიან დაპატიმრებულნი, როცა პოლიტიკოსი დაპატიმრებულია 1, 2, 3, რა ვიცი, ბევრი შეიძლება მეტიც. როცა სხვა პოლიტიკოსები არიან რიგში და პატიმრებენ მათაც მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად. რაგვეზე იმებაო ვინმე იტყვის და მართლა ერთი შეხედვით რაგვეზე იმება, მაგრამ ჩვენ ხო ესეთი ცოტა შეშლილი კარგი კონოტაციით, ცოტა გიჟური თუ გლევთ ესე ვიტყვი. ხალხი და ერი ვართ, ადამიანები ვართ, მოქალაქეები ვართ, რომლებიც ვიცინით, მაშინაც კი როცა გვდებით, მეთქი ასე ვიტყვი. ჩვენ არ გვდებით, ეს ამბავია უბრალოდ. პირიქით ჩვენ ყოველდღიურად აი ამ პერფორმანსებითაც კი ვისთვის დასაწუნდი პერფორმანსებით ძლიერდებით, ერთმანეთს რომ ვუყურებთ და ერთი რომელიმე ჩვენგანი რომ ეუბნება მეორე ჩვენგანს, რომ იცი რა ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ აგე უკრაინაში ხდება ეს, აგე რუსეთს არ ყოფნის ძალა მაგალითად, ხო? ან რაღაც უფრო გლობალურ კონტექსტში განიხილავს, შეიძლება აგინებს ტრამპს, არ აგინებს ტრამპს. იცის რაღაცა ჭორი ან ჭორ მართალი თუ გნებავთ და ამხნევებს და ეს მეორესაც გადაედება ხოლმე ეს განწყობა და აქ რუსთაველზე ვინც ვიკრიბებით კი არა ვინც იყო დღეს აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ასაკურველი არა მინორული არამედ მაჟორული განწყობა. დიახ, ცოტა ვერა ვართ ოღონდ კარგი კონოტაციით ჩვენ ვართ ადამიანები რომელსაც შეგვიძლია მათ შორის ოპტიმიზმის თანაზიარდი ვართ ოპტიმიზმისა და ჩვენ მეც კი ანუ ნებისმიერ ჩვენგანი ვინცაც ცოტა მინავლებული აქვს ხმა ან ბზარი აქვს შეპარული ხმაში ხო მოусმენს რა და შემიძლია დავასახელო ხა მე ჩემს გარშემო ვინ იყო ხო მეც შემართებით ვარ ხოლმე როცა მათ მოусმენ ჩემი მეგობრებს ახლობლებს ნაცნობებს ჭკვიანებს უფრო ჭკვიანებს ნაკლებად ჭკვიანებს მნიშვნელობა არ აქვს
ეს კარგია. ახლა ამასობაში ეს ბანდა ცუთხასიაძე ისედაც იყო. ხო, არა მაჟორულ განწყობაზე. იმიტომ რომ რატო იყო? იმიტომ რომ ხდება რომ აბსოლუტურად გარიყულია საზოგადოების. მაგრამ გარიყო ხო, მათ შორის იმიტომ იყო რაც გუშინ მოხდა თბილისი open air-ზე. გუშინ და გუშინწი. ხო, ეს არის მათთვის შოკის მომგვრელი. იმიტომ რომ აი თვითნანი გავიგერო პატა ბურჯულაძე პოლიტიკოსი არის მატეული გაგებით. ნუ ალბათ არის კიდეც პოლიტიკოსი იდენტობაც გარკვეულწილად შეიძინა პატა ბურჯულაძემ სოფლიო ბანმა ესე რომ ამბობთ ხო? მაგრამ აი ნანი ბრეგვაძეს ეს პოლიტიკური იდენტობა არ ჰქონია და ნანი ბრეგვაძეც კი იდგა იქ სადაც თავისუფლება. ამიტომ თქვი წინა ბლოგში თუ წინის წინაში მგონი რომ უზარმაზაი ვინ წარმოიდგენდა რომ იქ იმ ფესტივალზე რომელზეც მღეროდა არ ვიცი იან გილანი ამ 10 წლის წინ პირობითად ხო არ მახსოვს ხეროდის იყო ფარფლი ჩამოსული სტადიონზე იყო თბილისის დინამო არენაზე ახლა 10 წლის თავზე დგას ნანი ბრეგვაძე არა იმიტომ კი არა რომ ნანი ბრეგვაძე განსხვავებული ჟანრია უბრალოდ განსხვავებული მიდგომა ის როკია კაუტინანი სპატივისებას უდასტურებ კიდევ ერთხელ და ესენი არიან შოკში მერქი აკი გითხარით კიდეც მერაბ სეფაშვილს იტყვიან რაღაცას პატა ბურჯულაძეს იტყვიან რაღაც გიორგი უშიკიშვილი ოხრა ცუდიან არ ვიცი ან როგორ იტყვიან მაგრამ აი ნანიზე ვერავინ აი მათივე ბაბლის ეგრეთ წოდებული ინტელექტუალები რომელთა დასახელებაც ასევე რასაკვირველია შენინი უბრალოდ მართლა არ ღირს ახლა ესე მეწრილმა ნეობა ხო ისინიც კი შოკში არიან მანი ბრეგვაძემ თქვა ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ სოფლიო მოვლილმა და მოსკოვ მოვლილმა თუ გდებოთ ესე ვიტყვი ქალმა 90 წლის ხდება თურმე არც თუ შორეულ მომავალ ანუ რამდენიმე წელიწადში ხო ნანი ბრეგვაძე თქვა ჩემი მოსაზრებით და ეს უაღრესად დასაფასებელია ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა მის კარიერაში მის ცხოვრებაში სხვებაც რასაკვირველია ბატონ პატა გიული მერაბ სეფაშვილმა სხვება და სხვება შვილებმა და ასე შემდეგ ბოდიშ ვიხდი ამასობაში აი ვინ მირეკავს და ხერ გაუთიშავ თქვენის ნებართვით აი აჩიკო ჩანს აჩიკო მირეკავს გულედანი ნახეთ უგუღმა წაიკითხეთ ხო უპასუხებ თქვენის ნებართვით აჩი ისა ვიდეო ბლოგზე ვარ და დაგირეკავ ვიდეო ბლოგზე ვარ და დაგირეკავ 2 წუთში შენ გენაცვალე კარგი კაი შემოგევლე მართლა გენიალურმა კაცმა დამირეკა გარდამცავ ჩემი მეგობარია და ეხა უკვე დიანა ხო ვახსენე და ისა აჩიკო ჩემი მეგობარია 25-27 წელიწადია 35 წელი 16 წელიწადი მაგაცები ხო ქალტნანის ამბობდი და მადლობა უნდა გადაუხადო მაგრამ ესენი ცუთხასიაძე დადგნენ განსაკუთრებით მას შემდეგ ანუ რუსული ქართული ოცნება მას შემდეგ რაც წამოგვეწია მათ წამოეწია და ჩვენ წამოგვეწია ერთი ფრიად საინტერესო განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნების ლიდერებმა ანუ საფრანგეთის ლიდერმა გერმანიის ლიდერმა და პოლონეთის ლიდერმა ვაიმარის სამკუთხედი დავარქვათ კი არა ჰქვია ასე თქვეს ის რაც თქვეს მივაგენი ნახეთ ვაიმარის სამკუთხედის ვაიმე ეს რაღაც სტორიში ყოფილა ბოდიშ ვიხდი სუსტი ციტირება რომ მოვახდინოთ ფორმულა სტორიში ყოფილა ეხლა თლათ მაგეწოდებულ ქარდამდე ჩავალ და ერთი წუთი არ დამჭირდება და გიბოდიშებ რამდენიმე წამში სუსტი რომ ვიყო და მე თქვენს რომ არ მოგატყუოთ ხო ამასობაში უნდა გავიხსენო ჯო ვილსონი რომელსაც მადლობა უნდა გადაუხადოთ ცხადია მადლიერი ვარ თავად არის მადლიერი რომ თავისუფლების მოყვარულ ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს მადლიერია თავად რომ ულოცავს ნახეთ ფორმულირებაც კი როგორი საინტერესოა მე მადლობას ვიხდი იმისთვის რომ მე მაქვს საშუალება და შესაძლებლობა მოგილოცო თქვენ დამოუკიდებლობის დღე მოუწოდებ სენატს სწრაფად მიიღოს მეგობარი აქტი ხო ეგრა მაგის პასუხია აღალი ალბათობით მაისში ვერ მოესწრება მაგრამ ივნისს ვერ გასცდება სენატის მიერ არა და ტელეფონი მიჯდება ამასობაში ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა ვახსენოთ თანამედროვე სოფლიო ლიდერი მერქი ყოველ შემთხვევაში ამ ნაწილისა არა მართლა სოფლიო ლიდერი მორალური ორიენტირი და კაცი რომელმაც ხელგუმა არტყა ულოცავ რუსეთს ულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს
და გულწრფელად უსურვებს რომ საქართველოს იყოს ძლიერი და ბედნიერი უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ როგორ არ გრძნობდნენ უკრაინელები და ჩვენც გრძნობდით უკრაინელების თბილ ემოციურ კავშირს საქართველოს და უნდა ჩვენც გრძნობდით 90-იან წლებში როცა ჩვენ მორიგი ომი გქონდა რუსებთან უკრაინელები ძალიან გეხმარებოდნენ და რუსულმა პროპაგანდამ სცადა რომ შეელახა უკრაინელთა წვლილი და როლი ჩვენს ომში რუსეთთან 90-იან წლებში და მე მგონი დამიჯდა და ჩვენმა სახელმწიფომ ხალი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთში 2008 წელსაც იხსენებს და ასეც არის და ასე შემდეგ. ხა ზელენსკი რაღაი უბრალოდ მიჯდება გია ჯაფარიძეს უდასტურებ პატივისცემას მისი ძმა არის დაჭერილი მისი ოჯახის წევრი ბატონ პაატა ბურჭულაძეს უდასტურებ პატივისცემას რა აჯანი აქვს ამ კაცს რომელიც 180 დღეა ლამის ყოველდღე დადის და მე კონცერტზე გამოდის და ასე შემდეგ ამის გამო იმსახურებს სულ მინიმუმ პატივისცემას შემიძლია გავიხსენო მარტაკოსის განცხადება სხვების და სხვების მაგრამ აი ჩავდივარ როგორღაც უნდა ჩავიდე აი პაპუაშვილის რეაქციასაც გეტყვით გიამბობთ და მანამდე ხო რასა იუკ ნევიჩიენე აკეთებს ევროპარლამენტარი განცხადება სალომე ზურაბიშვილის განცხადება ხესთან მაგარი კადრი იყო მე და ლილე და ინგა მოვდიოდით რუსთაველზე და უსე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჩაიარა და ინგასთან ასდებს სტორი ხო ინგა სტორი ქვია ხო თუ რა ქვია სტორიზე ეთებს და მეც გადმომიზიარა ინგა მანო მომთაგა ეს ზაღლუკას რო აკეთებდა რა ჩემთან ასდებს Facebook-ზე ლილე ჩვენი უმცროსი შვილი როგორ მოდის რუსთაველის გამზირზე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად მადლობას ვუხდი სალომეს სხვებმა კი მომწერეს თითქოს ისე ჩანს რომ ერთად მოვიდნენ არაერთად არ მოსულან ხო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და აი აქ არის საინტერესო ესი განცხადება მე ვახსენე ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები ესე იგი კვლავ იმეორებ ეს არის ტუსკი პრემიერ-მინისტრი პოლონეთისა ეს არის კანცლერი მერცი და ეს არის პრეზიდენტი მაკრონი რომლებიც ამბობენ მოგმობთ ყველა იმ მოქმედებას რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რაც დემოკრატიის უკუსვაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე მედიასა და მთავრობის კრიტიკოსებზე განხორციელებულ თავდასხმებში ვლინდება. ეხლა შემიძლია ხო მეც დავიწყო და ბუნებრივია აქამდე არ ჩამოვლენ ხსენებული ქვეყნების ლიდერები და ესე სახელობითად გითხრათ ვის წინააღმდეგ განახორციელა თავდასხმები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გადააფსიხა ამან ხსენებული პაპუაშვილი და ჩავსკროლოთ და მივსკროლოთ პაპუაშვილამდე ხო მივსკროლოთ პაპუაშვილამდე რომელმაც თქვა ამგვარი სიგიჟე და სისულელე რასაკვირველია მორიგი სამარცხვინო თავდასხმა თუნდაც მერცი ესხმის თავს საქართველოს გერმანიის კანცლერი წარმოიდგინეთ სიმძლავრე ამ ქვეყნისა და წარმოიდგინეთ წვლილი როლი ამ ქვეყნისა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში ქართველ ხალხზე იდენტიფიცირებს ანსურის სიტყვა ცხადია მაგრამ მოკლედ იდენტიფიცირებას ახდენს საკუთარი თავისა და ამ ბანდა ხელისუფლებისა ქართველ ხალხთან მერცი მეგობრებო არასოდეს არ დაესხება თავს ქართველ ხალხს მაკრონი ტუსკი სხვები და სხვები ქართველ ხალხს საერთოდ არც ერთ ხალხს არ დაესხმება აი მოდი ცხადი არ დავასახელებ მაგრამ ყველაზე არ დავასახელებ კი არც ვიცი ვიზე უნდა თქვა ყველაზე ცუდი ხალხი წარმოვიდგინოთ სოფლიოში ვინმეს ხომ გქონია რომ ასე მაგალითად X ხალხი არის ყველაზე ცუდი ხალხი ხო არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის ხელისუფალი ხალხს ყველაზე ცუდად რომ მიაჩნია მაკრონს პირობითად ლაპარაკობ ხალხს არ დაესწრება გადაფსიხებული პაპუაშვილის სახეა უვიცი სახეა ამ ქვეყნის ხელისუფლებად წოდებული ბანდისა ამბობს ამას რომ სამარცხვინო თავდასხმა ქართულ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე ასევე მით უფრო მეტ კი არა ასევე არასოდეს დაესწრება მერცი იქნება თუ ტუსკი იქნება თუ მაკრონი იქნება თუ მელონი იქნება თუ ტრამპი იქნება თუ სტარმერი იქნება თუ ასე შემდეგ ამნიშნავ ნებისმიერი ხელისუფალი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისა არ დაესხმება თავს ქართულ სახელმწიფოს პირიქით მერცის გერმანიამ პოლონეთის ტუსკის პოლონეთმა და მაკრონის საფრანგეთმა ვერ ავხსნი უბრალოდ რამ ხელა წვლილი შეიტანეს იმაში რომ ჩვენ სახელმწიფოდ შემდგარიყავით
1800 საუკუნის 90-იან წლებში და შეგვენარჩუნებინა. ხო და ესენი გადაფსიხდები, მაგრამ ეს კიდევ სხვა რაკურსით არის დაჯდა ამასობაში ან დაჯდება. ეს სხვა კუთხითაც არის საინტერესო. ეს ის კობახიძე, კი არა პაპუაშვილმა თქვა ეს ყველაფერი, მაგრამ კობახიძეებს რაღაც გავსი თქვა ან იტყვის. ეს ის კობახიძე არ არის. უთქვამს ბოდიშს ვიხდი. ხო, არ ვერ დახავ. მოკლედ ამ ხელისუფლებას წარმოადგენს პაპუაშვილის და კობახიძეს და კობახიძე თუ გახსოვთ, აი მაკრონმა რო ხელი დაარტყა, მე არ მომეწონა ეს ჟესტი გულახდილად გეტყვით. ხო, პარტნიორი შეიძლება გააკრიტიკო, მაგრამ ვიღაცა ამიხსეს ამ დიპლომატებმა რო იცი და ამას იმიტომ აკეთებს და არ ვიცი ხან ეს დიპლომატიური ხვეულები. მე როგორც მოქალაქეს არ მომეწონა. მაგრამ ეს ხელიო დაარტყა და 27 წამის რო არ გამართულა, მათ შორის კომუნიკაცია, ოკეი, 38 წამი. ხო, მაგრამ ამის შემდეგ კობახიძემ გააკეთა განცხადება ამგვარი, რომ ჩვენ ყველაფერში თანხმდებითო ძირითად საკითხებშიო და რაში თანხმდებიან? რაში თანხმდება კობახიძე მაკრონთან? აგე მაკრონი როგორია თურმე, რომ ის ამბობს, რომ თქვენ დემოკრატიას დაესხით თავს, ადამიანებს ჩაგრავთ, ადამიანების მიმართ წინააღმდეგ ატარებთ რეპრესიებს და ახლა არის ეს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, ან როცა გაუგორებს მაკრონი და მხარზე ხელს მიათხავს კობახიძეს და 27-29 წამით გაუჩერდება, მაშინ მაკრონი კარგია და როდესაც კრიტიკული შენიშვნა მოდის ქართული სახელმწიფოს. ხელისუფლება წოდებული ბანდის წინააღმდეგ ეს უკვე სუდია. ხო, ასეა, იმიტომ რომ ესენი რუსები არიან, მეთქი აკი თქვი, მათ შორის აი ამ თემაზე კომენტარს ადასტურებს იმას, რომ ესენი რუსულად აზროვნებენ, ხო, ხა მართლა რუსული გვარი რო გადავაკეთო, არ ვიცი, მაგრამ პაპუოვი ხო არის, პოპოვი ხო არ არის? პაპუაშვილი, პაპოვი ხო? კარგად გამოვიდა მე მგონი. საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი ძალიან ბანდა ცდილობს, რომ დაადაროს საბჭოთა კავშირი და ასე მაგალითად ევროკავშირი. და თქვას, რომ იცით რა ინსტრუქციებს იღებდით ჩვენ მოსკოვიდან და ახლა ინსტრუქციებს გვაძლევს ბრიუსელი და თუ ის არ გვინდოდა მოსკოვი, ესეც არ უნდა გვინდოდეს, იმიტომ რომ ესენის ინსტრუქციებს გვაძლევთ. ბარეკი გინდათ ევროპა, იმიტომ რომ დამფრთხალები ხართ. მაგრამ ეს არ არის ხა მნიშვნელოვანი ჩემი ესეთი ორკაპა ენით შემოტევა თქვენთვის ეს აზიზღრებო ამის თქმა. ეს ხო კარგია წერს ესეთია. ხო ვიღაცას ეამება. არა. საქმე ის არის რომ ეს არსებითი და ფუნდამენტური ტყუილია. ჩვენ რუსები რამეს კი არ ვკარნახობდნენ. საბჭოთა კავშირის 70 წლიანი ისტორიის მანძილზე განმავლობაში. ისინი ჩვენს ნაცვლად იღებდნენ გადაწყვეტილებას. დირექტივა ანუ რეკომენდაცია კი არ მოდიოდა, პირდაპირ მნიშვნელობით დირექტივაც არ მოდიოდა, გადაწყვეტილება მოდიოდა რაღაცის თაობაზე. ნებისმიერ სფეროში ყველაზე უფრო აპოლიტიკური სფეროც რომ ავიღოთ, ხო, არ ვიხილოთ კინემატოგრაფი. ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებას მოსფილმში თუ რა ვიცი, სადაც იღებდნენ კულტურის ცენტრალურ სამინისტროში, ეს კადრი უნდა მოხვედრილიყო თუ არ უნდა მოხვედრილიყო ფილმში, ასე მაგალითად მონანიება. ხო და იცით თქვენ პრობლემების თუ როგორი პერიპეტიების გადახდა ამ ფილმს იმ ვერსიას თუნდაც რა ვერსიას ვიცით ჩვენ რა ვერსიასაც ვიცნობთ ჩვენ ყველანი და არა მხოლოდ კინემატოგრაფზე არ საუბრობ ახლა დასავლეთია როგორც დემოკრატიის მექა ბრიტანეთიან შეერთებული შტატებიან კონტინენტური ევროპა არის ჩვენი რეკომენდატორი მათ შეიმუშავეს თავისუფლებისა და ეს ფილოსოფოზებზე დაყრდნობით არის ანუ ის კი არ არის რაღაც მოინდომა ტრამპის წინამორბედის გარებიძაშვილმა არა ხო ფილოსოფიაზე დაყრდნობით არის თეზებზე კონცეფციებზე დაყრდნობით არის შეერთებულ შტატებში შეგვიძლია ვახსენოთ ცხადია პოლიტიკოსებიც მაგრამ ცხადია ვახსენოთ შეგვიძლია ვახსენოთ ფილოსოფოსებიც ლოკი მაგალითად ხო შეიმუშავეს საფრანგეთის რევოლუცია უკვე ევროპაზე რო განმოვიდა საფრანგეთის რევოლუცია ამის ერთ-ერთი ფუნდამენტი ბევრი რამ არის ფუნდამენტი თანამედროვე ევროკავშირიც კი ხო არის რაღაც გერმანიისა და საფრანგეთის თანხმობა რომელიც მე მოდიფიცირდა რასაკვირველია 90-იან წლებში და ასე შემდეგ და ეს არის ადამიანის უფლებებზე პირველ ყოვლისა ორიენტირებული სივრცე ხო ორგანიზაციები და სივრცე კავშირი და კლავი მეორე დაფუძნებული ადამიანზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული თანასწორობაზე დაფუძნებული თავისუფლების პრინციპზე დაფუძნებული კეთილდღეობაზე ბევრ რამეზე დაფუძნებული
ანუ ესე ჰაი ჰარალეთ თუ ჰარი ჰარალეთ არავის არაფერი არ შეუქმნა და პოლიტიკა არ და ამ არ შეუმუშავებია და ესენი აი ამ ჩარჩოებიდან გამომდინარე ჩვენ რეკომენდაციას გვაძლევენ რომ შენი სასამართლო უნდა იყოს ასე მაგალითად შენი საგარეო ორიენტაცია მე გირჩევდა თუ არ გაითვალისწინებ ჯანდაბამდე გზა გქონიას ამას არ გეუბნებიან უბრალოდ ხალხს არ ეუბნებიან სახელმწიფოს არ ეუბნებიან მაგრამ ამ ბანდას რომელმაც ამასთან ხელისუფლება მიიტაცა რა ასე შემდეგ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ დემოკრატიის კუთხითაც კი თუნდაც თუ გნებოთ ესე ვიტყვი დასავლეთი რა იდეალურია მაგრამ მასზე იდეალური ასე კარგი ჯერჯერობით კაცობრიობას არც არაფერი შეუქმნია მეთქი უამრავი პრობლემის ან მოდი ესე ვიტყვი რამდენიმე პრობლემის რომელიც მე გაბუქავს ხოლმე რუსული პროპაგანდა ამ პრობლემებს ხო ამაზე უფრო სერიოზული არ შეუქმნია სოფლიო კაცობრიობ ცივილიზაციას და ესენი აი სწორად ვიტყვი კარგი აი გაანებეთ თავი მიანებეთ თავი მიივიწყეთ რაც ვთქვი ხომ არ შეიძლება რომ ყველა ცდებოდეს ვენეციის კომისია ცდებოდეს ევროკავშირი ცდებოდეს ნატო ცდებოდეს ევროპის საბჭო ცდებოდეს ცალკეული სახელმწიფოები ცდებოდნენ 1 2 7 10 15 23 არ შეიძლება ხო და შეერთებული შტატები ცდებოდეს ცალკეული ლიდერები ცდებოდნენ ევროპარლამენტი ყველანი ცდებიან და პაპუაშვილი დაფიქრდით ხო პაპუაშვილი და კოვახიძე არიან მართლები წარმოუდგენელი ამბავია ეს ესე იგი რაღაცა ხდება ხო აი ის ხელისუფლებად წოდებულ ბანდას ჯერაც უჭერს მხარს მიხვდით ხო ესე იგი რაღაც მართლა გადაკიდებულნი ხო არ არიან საქართველოზე მოლდოვაზე რატო არ არიან გადაკიდებულნი საერთოდ უფრო ევროპაა ხო მოლდოვა ვიდრე გეოგრაფიულად გულისხმობ ხა ის მისი მეზობელია რუმინეთი აქეთ უკრაინა და ხო რატო არ არიან გადაკიდებულნი მოლდოვაზე სომხეთზე რატო არ არიან ეს საქართველოს რაღაც როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ამ პონტში ამოირჩიეს მართლა ასე გონიათ ან ერთი ან ამბავი ან მეორე ამბავი ხო და ესე იგი ტვინში აქვთ რაღაცა ამათ ტვინ სულ გაყიდულები არიან შევგნებავთ შევაერთოთ ეს სიტყვები სულ გაყიდული თქვათ ერთად ან სულ გავყოთ და გაყიდული ხო ან ყოველთვის გაყიდული ასევე ტვინ ნახრძოვნი არიან მეთქი ასე ვიტყვი ესენი და რა ესე იგი ესენი ძალაუფლებაზე არიან კონცენტრირებული და რა ჭანდაბათ უნდა ძალაუფლება ეხლა არ ვიცი პაპუაშვილს მე შვიდეთ ვახსენებ ვერც ეცლება და ასევე იმიტომ რომ აი ნახეთ ჩემი პერანგი როგორია აი ეს ზოლი ავიღოთ ხო აი ამ შავი ზოლი მუქი ზოლი შედარებით აი ამ გვარი ზაფებით არის მიბმული ხელისუფლების ყველა ბევრი წევრი რუსეთის PSB-სთან და ისინი კარდახობენ ყივიბად პირდაპირ ჭკუმად უჩუმრად ჭკვიანურს არაჭკვიანურს არ ვიცი და ამის გამო აქვთ შეღავათები და ასევე აქვთ რაღაცა საშანტაჟო ამბები მათ თაობაზე და განსაკუთრებით ასაკვირველია ბიზნეს თაობაზე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თუმცა ამას ისტორია ალბათ ვერც გამოვლენს გვიან კარგი ბრგედ უნდა ვიყოთ მერქი ამის თქმა მინდა გადავიარეთ ეს 26 მაისი პერფორმანსი ჰქონდა მოგვეწონა ზოგს არ მოგვეწონა ზოგს და ასე შემდეგ ესენი ხო ხდებით რომ მოსუსტდებიან ჩვენ არ უნდა შევუტიოთ ჩემი აზრით ჯარს და არა მარტო ჩემი აზრით ობიექტივადაც ასეა ჯარს ის ჯარი და იჭერს ჩვენს ქართული სახელმწიფო სადაროჯოზე იქნება ყოველთვის ესე ვიტყვი და კრიტიკულ მომენტში მით უფრო ეს კრიტიკული მომენტი შეიძლება დადგეს კიდეც და უკვე ხვალიდან ჩვენ უნდა მოვიფიქროთ სხვადასხვა პოლიტიკოსებმაც რა თქმა უნდა სხვადასხვა ტაქტიკური ცვლილები იმისთვის რომ ესენი და დავიმეორებ იმ ჩემს მოსაზრებას და არა მხოლოდ ჩემს მოსაზრებას ესენი დავამთავროთ ვიდრე არჩევნებამდე ამგვარი პატარ-პატარა პერფორმანსები თარიღები პატარ-პატარა უნიშნულოვანესია 26 მაისი ამგვარი რაღაც პატარ-პატარა აქციები თუ საშუალო CDD-ის თუ მოსულობის CDD-ის აქციები ჩვენ ხელს შეგვიწყობს ასაკვირველია მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა ჩათვალოს რომ ჩვენ ოპა და დავმარცხით არა მეგობრებო ძალიან უჭირს ქართულ უცნებას საერთაშორისო ასპარეზზე გაправება გამართლება ლეგიტიმაციის კუთხით უჭირს ძალიან უჭირს უკიდურესად და ეხლა ხალხზე გარა მაინც და მაინც მაგრამ ივნისში რო იქნება მიღებული მეგობარი აქტი და ტრამპი რომ თავისი მსხვილი კალიგრაფიით მოაწერს ხელს ამ მეგობარი აქტის კანონს ხო მე რა შვები არ კარგად არ ვიცი არა
ხვდები რომ კიდე უფრო გაწელავენ პროცესს, ხო, კიდე უფრო მეტ რეპრესიაზე წავლენ, მაგრამ აი საბოლოოდ რა შვებია. და კიდევ სწორი მითხრა ალბათ და ჩემმა ერთმა მეგობარმა და არა მარტო მან, არამედ სხვებმაც იგივე გაიმეორეს და მეც ამავე აზრისა ვარ. ნუ გვაშინებს ის რომ დღეს აი 26 მაისს გამარჯვებულები არა ვართ ჯერაც. ეს არის პროცესი. 1988 წლის სექტემბერში დაიწყო, ცოტა ადრეც, მაგრამ ესე ვიტყვი, დაიწყო საბჭოთა კავშირის ხვევის პროცესი საქართველოში. მერე იყო ნოემბრის აქცია 22-დან 29-მდე, მერე იყო 9 აპრილი 4-დან 9 აპრილამდე, მერე იყო 26 მაისი იმავე წლისა, აი 26 მაისი იყო ხო გუშინ. ხო გუშინ. დიდი ამბები იყო და აი მერე იყო კვლელობა მერაბ კოსტავას. რა ამბები არ იყო გასვენება მერაბ კოსტავასით, რა არ გადაგხვდა კონგრესი დაპირისპირება, ერთმანეთს ჭამდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, შენ ხარ ტყუანი, მე ვარ მართალი ბრგვალი მაგი და არა ვაღარ შევარდები. იმაზე მაჩაბლის ქუჩაზე იყო კავშირის ცეკარო იყო, ეხლა მერე სახალხო დამცველის ოფისი იყო და ეხლა არ ვიცი რა. იქ ბრგვალი მაგი და იქ რაღაც შევარდები იყო, სროლები, რაღაც ვიღაცა მივიდა. და 90 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები. და ის რაც დაუნგრეველი გვეგონა 90 წლის 28 ოქტომბრამდე. ბრახ და უცებ ჩვენთან ჩამოიშალა და უკვე საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა ოდნავ მოგვიანებით, იცით, თქვენ 91 წელს. ბერლინის კედელი ვიღაცას რო ეგონა რომ დაუნგრეველია, ბერლინის კედელი დაინგრა, მივიდნენ და მე და ურთხეს უროები თუ ჩაკუჩები უროები. ბევრს ისა ბერლინის კედლის ნარჩენები, ხო, დამსხრევები აქვს სახში, წამოღებული თავი. იყიდება კიდეც ბერლინში. ხო, მაგას მე გამინდა რა ყიდი არა იყიდება ის არ მინდა. ნეტავი ყოფილიყავი მე კიდე ერთი წამომეღო და დამედო სადღაც, აი, დამედო. ხო და ეს აი ესე მოირღვა საბჭოთა კავშირის მონსტრიც კი, რუსეთიც ასე მოირღვევა ბუხ და ჩამოიშლება. და ბიზნა ივანიშვილის რეჟიმი როგორ შეიძლება ეს ანტიჰუმანური, ანტიადამიანური რეჟიმი როგორ შეიძლება დარჩეს თავისი პროპაგანდისტებიანა ჩაირეცხება. შუაში სტებაი ორივეს გმობთ ძალადობას ორივე მხრიდან, რა ძალადობას გმობთ, შეხედეთ რა ხდება. თავისუფალი მოქალაქეები დადიან, უღიმიან, უყვართ ერთმანეთი, იბრძვიან, ემოციებს უცვლიან ერთმანეთს, თავისი მღერიან, ლექსებს ეუბნებიან, ცეკვავენ, თამაშობენ, ასე შემდეგ და რა ძალადობას, ან ფოიერვერკის გაშვება, ვინ გითხრათ რომ ძალადობა, რა სისულელებს ბჟოტიალობდით და ბჟოტიალობთ, რამდენი წუთია ლაპარაკობთ და ხევარ საათზე მეტი არ გიბოდი შემთხვევა. ვინ მისმენს საერთოდ 32 წუთის გარკვეულ 25 წუთი გავაგება პრაქტიკულად, ხო? ამიტომ მე მგონია რომ ეს ყველაფერი პროცესია, მეც მგონია რომ და ამ პროცესის ამ ზღაპრის, ამ თავგადასავლის ბოლო გასაკვირველი არის კეთილი. მერე და მერე კიდევ უფრო გაგვიჭირდება რაღაც სხვა კუთხით თავარია ეს ბანდა მოვიცილოთ და მერე იცით რას ვიზავ, ეხა ეს რაღაც ირიბად ვიხმიანები ვიღაცებს, რომლებმაც რაღაც სისულელეები ჩაწერეს ჩემი აზრით. მერე აი ანიდან ჰაემდე. ხო, ვინცაც კი პოლიტიკოს ნახავთ დღევანდელ ოპოზიციას. დავიწყოთ და დავუწუნოთ, არ მოვუწონოთ, დავუწუნოთ ესა თუ ის ნაბიჯი. ისეთ რაღაცებს კი არ გავიხსენებ, არა წარსულს არ ეხება, რა საკვირველია. აი ისეთ რაღაცებში მივედავებით მე ცალკეულ დღევანდელ ოპოზიციონერებს ხელისუფლებაში რომ მოვლენ კოალიციურად, რომ ხო, არიული დღე არ უნდა გაუთენდეთ, არ თავბედი უნდა იწყევლონ იმის გამო, რომ ნებისმიერი თქვენგანი აკრიტიკებს, მაგრამ მანამდე აი ეს რუსული ხელისუფლება კი უნდა მოვიცილოთ და მოვიცილოთ კიდეც, თავი ასიეთ, არაფერი გაქვთ თავჩასაქინდრი, თავი ასიეთ, გახსოვდეთ ვისი გორის, გახსოვდეთ რა პოზიციაზე იყვნენ თქვენი უშუალოდ თქვენი წინაპრები და კონცეპტუალურად ამ ქვეყნის დამფუძნებლები, რა ვიცი თუ გინებავთ, საიდანაც იქნიან, გინდა გრიგოლ ხანძთელიდან დავიწყებთ თუ გინებავთ და ჩამოვალ მე მე-19 საუკუნემდე და ამოვალ მე მე-20 საუკუნემდე და მე 21 საუკუნემდეც მივალ აბა რას ვიზავ რა
სქადაგებდნენ ესენი გრიგოლ ხანძთელიას გადაგებდა, სულხან საბარას გადაგებდა, ილია ჭავჭავაძე, დავით გურამის შვილი მანამდე და ასე შემდეგ, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ესენი ხო ყველანი საბოლოო ჯამში არიან დამფუძნებელი მათ შორის მეომრებიც, რომლებიც შეეწირნენ და აი ხა როგორ უნდა მოიგოს არსახსენებელმა შალვა პაპუაშვილმა და კიდევ უფრო მეტად არსახსენებელმა ბიზინა ივანიშვილმა დაპაშლიანი საბოლოო ჯამში.